გამარჯობა ტელერადიო კომპანია ობიექტივის პირდაპირ ეთერში ვიწყებთ ინტერაქტივს. მე ვარ ჟურნალისტი ილია ჩაჩიბაია და ამ დროიდან შეგიძლიათ დაგვირეკოთ ნომერზე 557-88-95-88 პირდაპირ ეთერში თქვენი შეფასებები, თქვენი პასუხი კითხვაზე ყოველთვის საინტერესოა, ამიტომ დაგვიკავშირდით. ერთადერთი ინტერაქტიული არხი საქართველოში ეს ობიექტივია, რომელიც დიდი ყურადღებით გისმენთ თქვენ ყოველ სამუშაო დღეს 4-ის ნახევარზე. მიგაჩნიათ თუ არა, რომ ქართული მიწების უცხოელებზე გაყიდვა, თუნდაც ინვესტიციების მიზეზით სამშობლოს ღალატია. ეს იქნება დღეს ჩვენი შეკითხვა გადაცემაში და ქვეკითხვის სახით აგრეთვე დავამატებ თქვენი შეფასებით, თქვენი შეხედულებით რეალურად რა ამოძრავებს ქართულ ოცნებას, რომელიც ამბობს, რომ უკან არ დაიხევს და აუცილებლად ააშენებს ამ არაბულ ქალაქებს, რომელიც ინვესტიციების სახით კარგ ამბად აქვს გასაღებული, მოდით ეს სიტყვები ვიხმაროთ. შეგახსენებთ იმასაც, რომ ჩვენ გუშინ ვნახეთ, რომ არაბულმა კომპანიამ უკვე საჯაროდ, სახალხოდ დაიწყო არაბულ ქვეყნებში სარეკლამო კამპანიის წარმოება, სადაც ეუბნებიან არაბებს და არა მარტო არაბებს, სხვა აღმოსავლური ქვეყნების მოქალაქეებს, რომ კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ახალ სახლში საქართველოში, სადაც ჩვენ ვაშენებთ კოსმოპოლიტურ საცხოვრებელ უბნებს. კოსმოპოლიტიზმი ყველამ ვიცით, რასაც ნიშნავს და ეს გამორიცხავს რაღაც ქართული ეროვნული სულისკვეთების შენარჩუნებას, რა თქმა უნდა, ამ ქალაქებში, რომელიც აშენდება. მიგაჩნიათ თუ არა, რომ სამშობლოს ღალატია ქვეყნის მიწების გაყიდვა უცხოელებზე, თუნდაც ეს იყოს ინვესტიციების მიზნით გაკეთებული, ეს ჩვენი კითხვაა, კიდევ ერთხელ შეგახსენებთ და აქვე 30 ნოემბრის აქციას უნდა შევეხოთ, სულ რაღაც 5 დღე რჩება საყოველთაო სახალხო შეკრებამდე, რომელიც თბილისში რუსთაველის ძეგლთან 30 ნოემბერს გაიმართება, დღის 4 საათზე დაიწყება და ამ აქციის მიზანია ის, რომ დავანახოთ თუნდაც მთავრობას, თუნდაც არაბულ კომპანიას, დანარჩენ საზოგადოებას, რომ არ გვსურს ამ ქალაქის მშენებლობა, ამ ორი ქალაქის მშენებლობა, არ გვსურს მიგრანტების მასიური შემოდინება და არ გვსურს ქართული მიწების გაყიდვა უცხოელებზე. ეს პირველი აქციაა, როგორც ორგანიზატორები ამბობენ, დავინახოთ უნდა რამდენი ვართ დაინტერესებული ბრძოლისკენ მიმართული რამდენი ვართ და რამდენ შეგვტკივა ამ თემაზე გული. ეს ყოველგვარი პარტიულობის მიღმა, ეს შეკრება ხასვსვა, ეს არის მიზნის ირგვლივ ქართველი ხალხის გაერთიანება, ყოველგვარი პარტიულობის გარეშე და არც ერთი პარტია არ არის 30 ნოემბრის აქციის ორგანიზატორი. შეიქმნა საინიციატივო გუნდი და მათ დაასახელეს ეს პირველი თარიღი, ასე რომ ვემზადებით მოქმედებისთვის და ბრძოლისთვის. პრემიერ-მინისტრი კობახიძე კი ამბობს, რომ რამდენიმე თვეში დაიწყება არაბული ინვესტიციის ფარგლებში ამ ქალაქების მშენებლობა ბათუმსა და გონიოში. ხოლო თავად არაბული კომპანია ვიმეორებ, რომ უკვე დიდ სარეკლამო რესურსებს ხარჯავს იმისთვის, რომ მოიზიდოს აქ ჩამოსვლის მსურველები და ეს კამპანიაც დაწყებული აქვს. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ახალ სახლში, საქართველოში, ესეთია მათი ლოზუნგი. ზარია ეთერში გისმენთ? მოგესალმები ილია შვილო. მოგესალმებით, გამარჯობა. რა თქმა უნდა, შვილო, უცხოელებზე საკუთარი მიწა-წყლის გაყიდვა, ამაზე ხო ორი აზრი არ არსებობს, ღალატი აბარაჯაკაბა. ეს მიწა-წყალი ვერ გავიგე კობახიძემ და ივანიშვილმა შეგვინარჩუნეს. ჩვენმა წინაპრებას სიცხლით მოიპოვეს და ჯაფით მოიპოვეს, მაგად რა ენახლებათ. ეგენი დღეს აქამდიან და ხვალ გაფრინდებიან სადაც აეთრებიან. დიახ. დიდი მადლობა თქვენ ზარისთვის. ერთ-ერთი სასულიერო პირი გამოვიდა ქადაგებაზე რამდენიმე დღის წინ და ბრძანა, რომ ღვთისმშობლის წილხვედრ ქვეყანაში. როდესაც ჩვენ ვყიდით ამ ტერიტორიებს, ვისგან გვაქვს ნებართვა? ვისგან ვიღებთ ამ ნებართვას? ღვთისმშობელმა დაგვრთვა ამის ნება, ან უფლისგან გვაქვს კურთხევა? ეს ბრძანა ერთ-ერთმა სასულიერო პირმა და მეც მინდა გავიმეორო და შევუერთდე ამ ყველაფერში, თუ ჩვენ მართლმადიდებლური ქვეყანა ვართ, თუ რწმენა გვაქვს გულში. მხოლოდ ინვესტიციის და ფინანსური რესურსის კუთხით არ უნდა ვუყურებდეთ ქართულ მიწას, რომლის შენარჩუნებისთვისაც
ჩვენმა წინაპარმა სისხლით დაღვარა და მართლაც ღვთისმშობლის წილხვედრი მართლმადიდებლური ქვეყანაა ეს და აქ არაბული ორი დამოუკიდებელი ქალაქის მშენებლობა დამღუპველია ჩვენი მომავლისთვის. ზარია ეთერში გისმენთ? დიახ, ეთერში ხართ, დაიწყეთ გთხოვთ. გისმენთ? არ შეიძლება. დიახ. არავით არის ქალაქის მშენებლობა. კეთილი, დიდი მადლობა, ცუდად ისმის თქვენი ხმა, მაგრამ გავიგეთ, რომ არ შეიძლება ასეთი ქალაქების მშენებლობაო, ამას გულისხმობდით. უმორჩილესად გთხოვთ ახალ მაყურებლებს და რადიომსმენელებს ტელევიზორს ხმა გამოურთეთ, როგორც კი ზარი გამოვა ნომერზე. ბოლომდე გამოურთეთ ხმა. სხვა შემთხვევაში ეთერში ვერ მოგისმენთ ჩვენ და ხარვეზები შეიქმნება. მიგაჩნიათ თუ არა, რომ ქართული მიწების უცხოელებზე გაყიდვა, თუნდაც ინვესტიციების მიზნით, სამშობლოს ღალატია. ზარია, გისმენთ? გამარჯობათ. გამარჯობა. ღალატი აბარ არის, არ ვიცი, ამაზე მეტი რა უნდა გავუკეთო ქვეყანას, ესეთი რომ მისა გაყიდო. ჯერ ისედაც ამდენი მიწები გვაქვს ჩამოჭრილი და ესეთი მიწები ტელევიზორის ხმა ბრუნდება, ბატონო, უნდა გამოურთოთ, აი ახლა ვამბობდი ამას. ძალიან გთხოვთ, გესმით? გაითიშა, როგორც ჩანს, მაშინვე გათიშავს ჩვენი საეთერო ზარს, როგორც კი გავიგონებთ, რომ ტელევიზორის ხმა უკან ბრუნდება, ასე რომ მოემზადეთ გთხოვთ და გამოურთეთ ამ ტელევიზორს ხმა ბოლომდე. ჩემს ხმას ტელეფონში გაიგონებთ და ეთერის ხმასაც გაიგონებთ ტელეფონში. ტელევიზორს კი გამოურთეთ ხმა, თუ კი გვიკავშირდებით გადაცემაში. ახალ მაყურებლებს ეხება ეს ძველმა ჩვენმა ერთგულმა საზოგადოებამ უკვე იცის. გამარჯობა, გისმენთ? გამარჯობა, გენერტვალე. არავითარი ქართული, მუსულმანური საწურების გაბატონება საქართველოში არ შეიძლება. ეს თორმა ყიდის ცოცხლად. გასაგებია თქვენი შეხედულება, ჩვენ აქცენტს არ ვაკეთებთ რელიგიაზე, რასაკვირველია, ჩვენ საქმე გვაქვს არაბულ პროექტზე და აი ამით ვართ შეშფოთებული, თორემ ქართველ მუსულმანებს, რომლებიც იგივე არიან, რაც ჩვენ, მათთან მიმართებაში არაფერი, თქვათ, არ არსებობს პირიქით ყველას თავისი სარწმუნოება აქვს და ჩვენ ამას პატივს ვცემთ. 5-5-7-95-98 არის თუ არა სამშობლოს ღალატი, ქართული მიწების გაყიდვა უცხოელებზე, თუნდაც ინვესტიციის სახით. და რეალურად რა ამოძრავებს ქართულ ოცნებას, როდესაც უკან არიხევს, როდესაც ქართულ ხალხს არ უსმენს და პირიქით აღიზიანებს საზოგადოებას და ეუბნება, თქვენო უცხოური აგენტურა ხართო, ვინც ამას ეწინააღმდეგებითო? ისე შურს წავიდა თავარი პროპაგანდისტული არხი ხელისუფლების, რომ ნაცების რიტორიკა არის ამ არაბული ქალაქების საწინააღმდეგო მხოლოდო. გარწმუნებთ, რომ თუ ეს პროექტი გამოვიდა, გაჩნდება საქართველოში დამატებით კაზინოები, ამას აუცილებლად უნდა მივაქციოთ ყურადღება. კაზინოები გაჩნდება დამატებითი საქართველოში. და რა უბედურებაში ახლა ვართ, ამას კიდევ დაემატება სხვა უბედურებები. ახლა რა მინდა გაგაცნოთ, რა ინფორმაცია? აზარტული ბიზნესის წლიური ბრუნვა საქართველოში 100 მილიარდ ლარამდეა. წელიწადში კაზინოები და სათამაშო სხვადასხვა დაწესებულებები, მათ შორის ონლაინ კაზინოები 100 მილიარდ ლარს ატრიალებენ. შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი 30 მილიარდი ლარია. ანუ 3-ჯერ მეტი ბრუნვა აზარტულ თამაშებშია, ვიდრე სახელმწიფო ბიუჯეტში გვაქვს ბრუნვა. ანუ კაზინოების ქვეყანად არის ეს უკვე ქცეული. და ამ კაზინოებით ხომ ძირითადად არ ვიცი დაკავებული არიან საქართველოში გაუბედურებული ოჯახის წევრები და მათ შორის უცხოელებიც დიდწილად. და ახლა თუ დაემატება დამატებითი კიდევ ეს კაზინოები, მართლა ვიქნებით საბოლოოდ აი კონტროლს ვეღარ დავამყარებთ ვერაფერს. კაზინო მართავდეს იქნება ქვეყანას და ბანკი. ბანკების წმინდა მოგება ხო მილიარდებია წლიურად. აი 3 მილიარდი ლარი თითქმის იშოვეს სუფთა მოგების სახით 2025 წლის 10 თვეში. 10 თვეში 3 მილიარდი ლარი. ახლა გადავხედოთ რა მოგებას შოულობენ სააფთიაქო ქსელები. 100 მილიონია ბრუნვა თითო სააფთიაქო ქსელის და მოგება და შემოსავალი. ჯამში
მილიარდობით ლარია შემოსავალი აი ამ საფთიაქო ქსელების. გადავიდეთ მაღაზიათა ქსელებზე, სადაც ანალოგიური ხდება და ასობით მილიონი მოგება, მილიარდობით ბრუნვა. და ჩვენ ახლა არაბული ქალაქების იმედად უნდა ვიყოთ, რომ ესენი ინვესტიციას შემოიტანენ და გამდიდრდებით ამით, ვისატყუებენ ეს ბიზნესები ყველა გარიგებულია სახელმწიფოსთან. გუშინ გამოვიდა თბილისის მერი კახი კალაძე და ასეთი რამ თქვა. საქართველოში არსებული ბიზნესის 99%-ო ქართულ ოცნებას ფულს წირავსო. და მერე რა მოხდაო? არაფერი ამით არ შავდებაო. აი ეს ხდება, რომ ეს ბიზნესი აი ამ უსამართლობებით, რასაც ჩვენ გვიშვება და ხალხს გვაუბედურებს, გარიგებულია ხელისუფლებასთან. ხელისუფლებას ფულს წირავენ და ხელშეუხებლობას ყიდულობენ ამით. და ახლა ეს არაბებიც გარიგებული არიან უკვე ხელისუფლებასთან და ისინიც დიდ ფულს იშოვიან და ხელისუფლებას დიდ ფულს იშოვის. და ქართველი კაცი გაღარიბდება ისევ და ამ გაზრდილ წარმოუდგენლად საშინელ ფასებს ვეღარ გაუძლებს. და მოკვდება ფიზიკურად, ეს უნდათ 20 ლარით უზრდიან პენსიონერს დახმარებას, შემწეობას და თვითონ 16,000 ლარი აქვს ხელფასი ოფიციალური და ამას დამატებული პრემიები, დანამატები და კიდევ შავი ფული, რაც ტრიალებს და კორუფციაში ვიძირებით. რაღაცნაირად უნდა დავიწყოთ ყველა მოქმედება და გამოღვიძება. მიუმართავ იმ პიროვნებებს ქართული ოცნების რიგებიდან, ვინც ჯერ კიდევ უყურებს ხელისუფლების ნაბიჯებს რაღაც ნელთბილად. ჯერ კიდევ არ გაბრაზებულა. ზარია ეთერში გისმენთ. გამარჯობა. ეხლა გამოსვლები რომ იქნება და ეს უნდა მოვიქცევოთ და ამ არაბების წასვლა კი არ მოვიქცევოთ. თუნდაც ხელისუფლების წასვლა უნდა მოვიქცევოთ. და ჩატარდეს ხელახალი ნაშრომები კონცეფტის და ნაცების გარეშე. აი ეს მოთხოვნა იყო, აი სხვა კი არაფერი. ესენი არიან მავნებლები. და უნდა წავიდნენ აქ. და დასაჭერი უნდა დაიჭირონ კიდევ. დიახ. მადლობა თქვენს არისთვის. შეგახსენებთ, რომ 30 ნოემბრის აქცია ეძღვნება არაბულ ქალაქებთან დაკავშირებულ პრობლემას. და გაჟღერებულია ისიც, რომ უნდა დავინახოთ რამდენი ვართ მზად ბრძოლისთვის. დავინახოთ ჯერ 30-ში რამდენი ვართ. და შემდეგ უკვე სხვა აქციებზე და სხვა გადაწყვეტილებებზეც გადავიდეთ, მაგრამ 30 ნოემბერს აი ამ არაბული ქალაქების საკითხია ნომერ პირველი ახლა და აი ამის ირგვლივ ერთიანდებით ზეპარტიულად. გნებავთ ეთერში რეკავენ სხვათა შორის ქართული ოცნების მომხრევარო და მოვდივარ 30-ში, ასეთი ზარებიც იყო. და კარგია ეს ასე რომ ხდება და ასეთი დაფიქრებულობა და წინდახედულობა გამოიჩინა ქართული ოცნების ბევრმა მხარდამჭერმა, რომელიც 30 ნოემბერს მოდის. სხვადასხვა პარტიების მხარდამჭერებიც მოდიან, უპარტიო ადამიანებიც მოდიან, ვიცი რომ რევლი გვიერთდება, სასულიერო პირები გვიერთდებიან. აი როგორც 17 მაისს იყო ეს კადრები გადის ახლა არქივიდან ოჯახის სიწმინდის დღეს, რაღაც მსგავსი საყოველთაო ერთობა თუ შეიქმნა. მაშინ ჩვენ ვეღარავინ ვერასდროს ვეღარ მოგვერევა. გულწრფელად გეუბნებით ამას. დაუბრუნდეთ ინტერაქტივის მთავარ თემას, მიგაჩნიათ თუ არა რომ ქართული მიწების უცხოელებზე გაყიდვა, თუნდაც ინვესტიციის მიზნით სამშობლოს ღალატია. გისმენთ? ეთერში ხართ, გისმენთ? ალო, გამარჯობა. გამარჯობა. ილია, დიახ. ძალიან კარგად განათლებული ადამიანის ძანდებით, არ გეშლებათ აქ საუბარი, არც არაფერი. მე მგონი თქვენ არ გეხსოვებათ, მაგრამ მე კარგად მახსოვს. ერთადერთი სიმპათია მქონდა კაცზე, შავანაძე კომუნისტების დროს, კაი არაფერი არ მახსოვს იმის გარდა. მე გამოჩნდა მერაბ კოსტავა, ზვიად გამსახურდიან, ესენი გაანადგურა შევარდნაძემ, რომელიც კარგად ამოიღეთ, ვინ იყო ბაბუამისი, საიდან იყო წარმოშობით, არა ქართველი, რომელმაც ვასკენა მოგვიყვანა სათავეში, რომელმაც დაანგრია ვაფშე თელი საქართველო. მე იმის შემდეგ დააკვირდით, ვინ არიან, რატო გარდიან პრეზიდენტები, ვინ არიან სათავეში, ქართველს უფლება არ აქვს, რომ სათავეში მოვიდეს. შერეულია თელი პარლამენტი. პრიბალტიკა თუ გახსოვთ, სამი რესპუბლიკა, 2 მილიონი მაცხოვრებელი, რომელსაც ამხელა ვებერთელმა რუსეთმა ვერაფერი ვერ უყო.
იმიტომ რომ ეთნიკური რუსები წავსია, მაგრამ რუსებს პარლამენტში და გოსდუმაში ხმის არ აყოფინებენ. ამისათვის გახდნენ კიდევ დამოუკიდებლები და აქა დედის გვარები აქვს მიღებული გამყიდველები, საზიზრები, კაროჩე, ვინ არის პარლამენტში ვერ გაიგებს და მართლა ქართველები გარიყურებივართ აქედან. აი რის ბრალი არის. დიახ, მადლობთ. დიდი მადლობა თქვენ რომ დაგვიკავშირდით. შეგახსენებთ რომ საქართველოს პარლამენტში რადგან ახსენეთ ეს 16 მილიონერი დეპუტატი გვყავს. მინისტრთა კაბინეტში 14-დან 7 მინისტრი მილიონერია, ნახევარი. და ამ ფონზე ხელფასების მომატება კვლავ განაგრძეს, პრემიების აღება კვლავ განაგრძეს, 9 მილიარდის პრემია აიღეს და ახლა გვეუბნებიან ჩვენ ეკონომიკაში ფული უნდა შემოვიდეს და არაბული ინვესტიცია გვინდაო. შეოჯახა შენებულო ის 9 მილიარდი ლარი რომ არ აიღო 1 წლის განმავლობაში პრემიის სახით, კარგი ხელფას შევეშვათ ცოტა ხნით, პრემია რომ არ აიღო, მარტო ეს რამდენ ოჯახს დააყენებდა ფეხზე საქართველოში. რამდენ ოჯახს გამართავდა წელში. ზარია ეთერში გისმენთ. ალო. გამარჯობა. გამარჯობა, გისმენთ. რა თქმა უნდა, მიუღებელია და არაფრით არ შეიძლება ქართული მიწების გაშფისება გეთანხმებით 100%. დიახ. მაგრამ ახლა მომისმინეთ შვილო. დიახ. თქვენ ამტკიცებთ, რომ იყიდება ქართული მიწები. მთავრობა ამტკიცებს, რომ არ იყიდება ქართული მიწები. ვის დაუჯეროთ ჩვენ? ფაქტებს დაუჯერეთ, ქალბატონო, ფაქტებს. ფაქტებია, სწორედ საინტერესო. ფაქტები ის არის, რომ არაბული კომპანია გონიოში 260 ჰექტარს მიიღებს და კრწანიში 590 ჰექტარს. და მართვის წილი ინვესტიცია იდება შიგნით, ხო? ამიტომ ჩვენ გვაინტერესებს, თქვენ თუ დაჭერით მთავრობასთან და ისაუბრებთ ამ თემაზე, რომ დაგიჯეროთ და გამოგყვეთ ნამდვილად. მთავრობას არ სურს ჩვენთან საუბარი, არავისთან საუბარი არ სურს, აგრესიითა და ასე ვთქვათ, მტრული რიტორიკით არის ყველას მიმართ განწყობილი, მათ შორის მოწინააღმდეგე მოქალაქეების მიმართაც. აი, ჩაკეტილი აქვს ყველანაირი გზა ურთიერთობისა მთავრობას გნებავთ აი ამ თემებზე. კიდევ ერთხელ ვიტყვი, მადლობა ზარისთვის, ეს მიწები გადაეცემა არაბულ კომპანიას, რომლის მეტილეც 33%-ით სახელმწიფოც იქნება, მაგრამ ეს 33% მართვის წილი არ არის, ხომ ასეა? მართვის პაკეტი ექნება არაბულ კომპანიას. შეიძლება ეს 33%-იც ნელ-ნელა შემდეგ მომავალში გამოისყიდონ და 100%-იანი მეპატრონე გახდნენ ამ მთელი ორი ქალაქისა. მაგრამ, როდესაც ჩამოდის არაბეთის მოქალაქე და ყიდულობს ბინას, ხო? ყიდულობს სახლს, კერძო სახლს ამ არაბულ ქალაქში და მასთან ერთად მიწის ნაკვეთსაც. ეს მიწა მისია სამუდამოდ და მის სახელზე ფორმდება და მის შთამომავლობას დარჩება, როდესაც თვითონ აღარ იქნება. ანუ დროებით კი არ არის მუდმივად ასეთი ბევრი არაბი რომ გაჩნდება ამ ქალაქში, ყველას თავისი ბინა, სახლი, სასტუმრო, აგარაკი და ასე შემდეგ ქონებები ექნება, ეს მათია. სამუდამოდ მათია. ხლა ვეძახოთ ჩვენ რომ სანამ გაიყიდებოდა ეს კონკრეტული სახლი, იქ 33% წილი იყო სახელმწიფოსი, მაგრამ როდესაც უკვე იყიდა იმ კაცმა, მისი დარჩა 100%-ით ეს საკუთრება. ზარია გისმენთ? მოგესალმებით. აგრეთვე მიიღეთ ჩემგან. ხუთე კაცი უნდა გამოვიდეს, რომ ამ პროგრამას არ უნდა დაუწყოთ ეფექტური. არჩეთმა ქართველმა. დიახ. ეს თანხმობა არ უნდა იყოს ქართველების. დიახ, დიდი მადლობა თქვენს არისთვის. თვითონ ღიად ამბობს ეს არაბული კომპანია, რომ კოსმოპოლიტურ საცხოვრებელ სივრცეებს ქმნის. კოსმოპოლიტურს. ანუ ეს არ იქნება ქართული როგორც ხელისუფლება გვარწმუნებს, თვითონვე ამბობენ. მით უმეტეს ქართველს არ შეუძლია აქ ბინა იყიდოს ან სახლი იყიდოს, ძალიან ძვირი ეღირება. $1,000,000 ეღირება საშუალო ზომის ბინა, მაგალითად კორპუსში. $900,000 პატარა ბინა და ასე შემდეგ აგარაკების ფასები არ ვიცი რამდენი იქნება, მაგრამ ეკონომისტები და ექსპერტები ამბობენ, რომ როდესაც 6 მილიარდის ინვესტიცია იდება, იქ მოგება თუ უნდა კომპანიას, სულ ცოტა $10,000 უნდა ღირდეს კვადრატული მეტრი საცხოვრებელ კორპუსში.
ზარია ეთერში გისმენთ? ღმერთმა დასწავლოს. კარგით, არა. ბიზნეს და მისი არ ნუ დაიწყევლებით. განაგრძეთ წყევლის garaშე, გთხოვთ. ხელახლა დარეკეთ და წყევლის garaშე. ეს მიუღებელია ყოვლად. 5-5-7-85 45-88. ზარია, გისმენთ? გისმენთ დაგმობა მინდა გავიგე ეს. ეთერში ბრძანდებით, გესაუბრებათ წამყვანი, დაიწყეთ. დაგმობა ტელევიზორს ხმას რომ გამოურთავთ, ხელახლა დარეკეთ. დიდი ბოდიში, ახლა გითიშავთ ზარს. 5-5-7-88-95-88 მიგაჩნიათ თუ არა რომ ქართული მიწების უცხოელებზე გასხვისება, თუნდაც ინვესტიციის მიზნით სამშობლოს ხალათს წარმოადგენს. ეს დღეს ჩვენი შეკითხვაა ინტერაქტივში. ზარია, გამარჯობა. ეთერში ხართ, გისმენთ? დაიწყეთ საუბარი, გისმენთ? გამარჯობა. გამარჯობა. რამანტესი რატო აღიარებენ სოფლებში და რატო არ აგროვებენ ხალხის ხმებს? ხომ შეიძლება რომ სოფლებში ჩამოიარონ და ხელს გუწერ ყველაფერი. კეთილი. დიდი მადლობა თქვენ ბატონო. არაბული ქალაქების წინააღმდეგ დავიწყოთ ესე იგი სოფლებში სიარული და ხელმოწერების შეგროვება. მივხვდი, რასაც ამბობთ, მაგრამ თქვენც უნდა მივხვდეთ, რა ხდება რეალურად. ჩვენ ვართ ხალხი, ვისაც ყველანაირად გვებრძვის ხელისუფლება, წლებია და 10 წლეულზე მეტია. შესაბამისად, ჩვენ ფინანსური რესურსები არ გაგვაჩნია. ეს ტელევიზიაც ახლა რომ პირდაპირ ეთერშია, შეიძლება მივაწეროთ სასწაულს. და ამ გუნდის ხელმძღვანელების დიდ ბრძოლას რომ გადაარჩინონ ეს არხი. ყოველთვე გადარჩენისთვის ვიბრძვით. თუ დავიწყებთ საქართველოს სოფლებში ხელმოწერების შეგროვებას, დაგვჭირდება მინიმუმ 6000 ადამიანი, ვინც ივლისს კარდაკარ 1000ობით სოფელია მოგეხსენებათ ჩვენს ძვირფას ქვეყანაში, კარდაკარ და შეაგროვებს აი ამ ხელმოწერებს. ამ 6000 ადამიანს ხელფასი სჭირდება. ამავდროულად სჭირდება ავტომანქანა და მძღოლი, სულ ცოტა რამდენიმე 1000 მანქანა და მძღოლია საჭირო, ამ მძღოლსაც ხელფასი სჭირდება, საწვავის ხარჯებია დამატებული. ამ 6000 ადამიანს დასჭირდება, ყველაზე მინიმალურს ვამბობ, 6000, თორემ ბევრად მეტია საჭირო. დასჭირდება ოფისი, სადაც მოიტანს ამ ხელმოწერებს და შემდეგ დახარისხდება ეს. ოფისის ქირის გადახდა საჭირო. ასე რომ მილიონობით ლარი დაჯდება ამის გაკეთება. ეს კი არ შეგვიძლია ჩვენ. ამიტომ თქვენი რესურსებით, თქვენი ძალებით ყველა მქუნძე კაცმა უნდა გამოიჩინოთ თავდადება. თქვენ მოგმართავთ ბატონო და ჩამოხვიდეთ 30 ნოემბერს აქციაზე და იქ ვიდეო გამოკითხვებშიც მიიღებთ მონაწილეობას და ხელმოწერებით შევაგროვოთ. ზარია, გისმენთ? მოგესალმებით ბატონო ილია. გამარჯობა. გელოცავთ ყველას ვისაც შესაძლებელი ჩვენი მიწის. ახლა ქალბატონმა გარეკა და ბრძანა რომ თქვენ ერთი ძახით რომ თავრობა მეორე სიძახისო. თუ არავის არ იგერა, ან ვინმეს არ იგერა. ნიბნენაში რუსთაველზე ოფისო გახსნილია. დღეს აგეტარებირო ექსპერიმენტი ჩაატარა ვიღაცა მისულა, უთქვია რომ რაღაცა ყველაზე პატარა კვადრატული ფართის ყიდვა მინდა და 50 კვადრატიანიო ყველაზე პატარა. დღეს უკვე იყიდება ჰაერი, ჯერ არ არის ტრაქტორი შეპანილი საფერი. ხო და მივიდნენ და თავისი თვალით დარწმუნებიან და ნახავენ რა ხდება. ეხლა თავრობამ ამხელა ის რო აადორა ეს რეკლამები და რაღაცა რო ბიზნესი და რაღაცა ჩვენ პატარა ხალხი პატარა ბავშვები ხარ ავართ. ცხოვრება გამოვლილი. ამდენ 15 წელიწადი ღირღნიან ამ ჩვენ საქართველოს. ეხლა ბოლო რაღაცა ლუკმები დარჩათ, იციან რაღაცა ბოლო მოუვიდათ და ამ ბოლოსაც უნდათ რომ ხელი მოიწმონ და გავარდნენ ამ მოგებებით. გაიგეთ ხალხო, მე მარტო ოჯახით კი არა, მთელი უბნით გამოვდივართ 30-ში. სიცხილი იმას ვინც არ გამოვა. რა უნდა უთხრა თქვენ შვილები და შვილიშვილებს, შევიყავით ამ დროს. კარგად ბრძანდებოდი და დიდი მადლობა.
რეჯეპ ნიჟარაძეს ჰქონდა ასეთი გამოსვლა, როდესაც ბათუმი ოკუპირებული იყო 1918 წელს. ქობულეთში ხალხის უზარმაზარ შეკრებაზე წარმოთქვა, რომ თუ ჩვენ ახლა შესაბამისი გონიერება არ გამოვიჩინეთ და არ გადავარჩინეთ სამშობლო, მაშინ ჩვენს ძვლებს ჩვენი მომავალი თაობა მიწიდან ამოყრის და ძაღლებს გადაუყრის. აი ასეთი რეალობაა დაახლოებით ახლაც, რომ ჩვენ თუ არ გამოვიჩინეთ სათანადო სიმტკიცე, ბრძოლის უნარიანობა, არ ვიცი რა იქნება მომავალში. ზარია, გამარჯობა. მოგესალმებით. მე შეიძლება ჩემი აზრი გამოვთქვა. კი ბატონო, ეთერში ხართ, გისმენთ. მე მგონი აქ არაბები და არაბები გესმით? დიახ. განაგრძეთ, დიახ. მე მგონი რაც აფხაზეთში ხდება, აი რუსული კომპანია არის და ჩამოდიან აქ სახლებში შენდებენ. დიახ. მე ესე მგონია და რა ვიცი. დიდი მადლობა, ცუდად ისმოდა, მაგრამ ნაწილი გავიგონეთ თქვენი საუბრისა. მიგაჩნიათ თუ არა, რომ ქართული მიწების გაყიდვა უცხოელებზე, თუნდაც ინვესტიციისთვის არის სამშობლოს ხალატი და მაგალითად გონიო და კრწანისი ეს პირველი შემთხვევა არ არის, საქართველოში ბევრი მიწაა უკვე გაყიდული უცხოელებზე, ბევრი მაგალითი გვაქვს ასეთი და ეს პროცესი უნდა შევაჩეროთ მთლიანად, არა მარტო გონიო და კრწანისი, მთელ საქართველოში უნდა შეწყდეს ეს განუკითხაობა, რაც ხდება. გაანიავეს ქართული მიწები, განსაკუთრებით ბოლო 13 წლის განმავლობაში ხდება ეს, თუმცა სააკაშვილის დროს იწყებოდა ეს ფეხს იდგამდა ჯერ კიდევ. ამათმა გააგრძელეს ეს საქმე. ზარია, გისმენთ? ალო. გისმენთ? დიახ. გამარჯობა. ბატონო ილია. დიახ. თქვენმა ტელევიზიამ მოგცა დაპირება, რომ და ჩაგვეტარებია რეფერენდუმი. რატო გადაიდო? როდის იყო ეს პირობა, ჩემო ბატონო? ქალბატონო მან განაცხადა ამის შესახებ. ვინ? ქალბატონა ირმა. მე ვერ ვიცი. როგორც კი დაიწყო არაბების შემოსევა მაშინა. დიახ. მადლობა თქვენს დიახ, მე ვერ ვიხსენებ ასეთ დაპირებას. შეიძლება ქალბატონმა ირმამ თქვა, რომ კარგი იქნებოდა რეფერენდუმის სტილის ხალხის გამოკითხვა ამ მიზნით. მაგრამ ამას ხელისუფლება უნდა აკეთებდეს და ესმით, რომ ჩვენ ახლა დაწყებული გვაქვს ვიდეო გამოკითხვა. უნდა გადაუღოთ საკუთარ თავს ვიდეო, თქვათ, რომ წინააღმდეგი ხართ არაბული ქალაქებისა საქართველოში და გამოგვიგზავნოთ. გისმენთ ბატონო? გაითიშაო მანიშნებენ. სამწუხაროდ ვერ დაასრულა თავის სათქმელი. აზარტული ბიზნესის წლიური ბრუნვა საქართველოში 100 მილიარდ ლარამდეა. 100 მილიარდ ლარამდე სახელმწიფო ბიუჯეტზე 3-ჯერ მეტია. წელიწადში აზარტული ბიზნესის ბრუნვა. კარგად მინდა გავითავისოთ და დავაკვირდეთ ამ რიცხვებს. 100 მილიარდი აზარტული ბიზნესის ბრუნვა. ბიუჯეტზე 3-ჯერ მეტი. ახლა ეს არაბული ქალაქები რომ გაიხსნება, იქაც კაზინოები გაჩნდება და ფულის გასათეთრებელი კაზინოების ქვეყანა ვიქნებით ჩვენ. კაზინოდ გადაიქცევა ეს ქვეყანა. არაბების და კაზინოების ქვეყანა. მათ შორის ბანკების 3 მილიარდი წმინდა მოგება 10 თვეში მიიღეს ამ ბანკებმა. აფთიაქების მოგება 10 მილიარდ ლარს აღწევს. 10 მილიარდ ლარს აღწევს აგრეთვე მაღაზიათა ქსელების ბრუნვა. 16 მილიონერი ყავს პარლამენტში და 7 მილიონერი მინისტრთა კაბინეტში. და ამ ფონზე გვეუბნებიან, რომ არაბული ინვესტიციითო ავშენდებითო. ავშენდებით კი არა, თვითონ აშენდებიან, თვითონ გაიხარებენ და თვითონ იშოვიან დიდ ფულს ისევ. და ქართველი კაცისთვის 20 ლარიც დაენანებათ მომავალ წელს, რომ მოუმატონ პენსიის სახით. ეს არის სიმართლე. 13 წელია ვაკვირდებით ამათ პოლიტიკას, რაღაც გამოცდილება დაგვიგროვდა ყველას და ვხედავთ, რაღაც დონეზე პროგნოზირებადი არიან, რომ საკუთარი ჯიბის და კორუფციის გარდა არაფერი ადარდებთ და 20 ლარს უმატებენ პენსიონერს. ზარია, გისმენთ? ალო. მოგესალმებით, გამარჯობა. გამარჯობა ბატონო ილია. გამარჯობა, დიახ. რა თქმა უნდა, სამშობლოს ღალატია ეს ქართული მიწების გაყიდვა. მაგრამ
ეხლა თურქები რომ ჩამოვიდნენ თელი პლეხანობის ავსტრია, ბათუმის ავსტრია, რატომ დაგვიანებულია თქვენი გამოსვლაც? დავნაშავე არის ქალბატონი ილმა იმაში რომ თემაის ამბობს რომ ჩვენ მოგიყვანეთ ხელისუფლებაში. თუ არ იცნობდა ამ ივანიშვილს, აი რატომ დაუჭირა მხარი? მისი გუნდი ოცნება რატომ მოიყვანა? ხომ იყვნენ ადრე ბიზნესმენებიც იყვნენ, ეროვნული კაციც იყო გაჩეჩილაძე. რატო იმას არ დაუჭირეთ მხარი? ეხლა დაგვიანებულია, მე მოვდივარ აქციაზე, მაგრამ არ ვიცი რა ვთქვა, მეც არ ვიცი, თქვენ დამნაშავე ხართ და დიდი მადლობა. დიდი მადლობა ქალბატონო. შეგახსენებთ, რომ 2011 წელს ქვეყანაში იდგა ვითარება, როდესაც ადამიანების სიკვდილი ან სიცოცხლე წყდებოდა. აუპატიურებდნენ და წამებით კლავდნენ ციხეებში ადამიანებს და მაშინ ამ საშინელ მდგომარეობაში, რაც შეძლო პატრიოტთა ალიანსმა, მაშინ წინააღმდეგობის მოძრაობა ერქვა, ირმა ინაშვილმა, დავით თარხან-მოურავმა იყო, ის სისასტიკე დაასრულეს. და ქართულ ოცნებას ყველანი ვენდეთ, ახლა ჩვენ მოვიყვანეთ, რას ნიშნავს, თქვენ არ მიგიციათ ხმა და საზოგადოებამ მისცა მაშინ ხმა და ასე მოვიდა ქართული ოცნება. ყველანი ვენდეთ და ყველანი მოვტყუდით. და რაც შეეხება ლევან გაჩეჩილაძე ახსენეთ, ლევან გაჩეჩილაძესთან 7 ნოემბერს 26 მაისს იქნება თუ სხვა ყველა აქციაზე და ყველა საპროტესტო გამოსვლაში მონაწილეობდა ჩვენი გუნდი, ირმაც, დავითიც, მეც და ჩვენი ერთგული მებრძოლი მაყურებელი და რადიო მსმენელიც. ასე რომ არ არის ეს შენიშვნა სამართლიანი. აჭარას რაც შეეხება, აჭარაში ჩვენ წლების განმავლობაში ვატარებდით აქციებს. ახლა არ დაწყებულა აჭარის თემაზე საუბარი. თქვენ ახლა მივხვდით ამას, თორემ ჩვენ მივხვდით 15 წლის წინ და აქციები და ბრძოლა იყო ამ მიზნით. და ჩავშალეთ კიდევაც თურქეთის მიერ აზიზის მეჩეთის მშენებლობა ბათუმში. სამართლიანი ვიყოთ ყველაფერში. 30 ნოემბერს რომ მოდიხართ, კარგია და მიხარია. ზარია, გამარჯობა. გისმენთ, ეთერში ხართ. ალო, გესმით ჩემი? გვესმის თქვენი ხმა, დიახ. ბატონო ილია, მე დიდი სიამოვნებით მოვა, რა თქმა უნდა, ამ აქციაზე, ჩემი ოჯახიანად, მაგრამ ისიც რა, მაინც უიმედოდ ვარ, იმიტომ რომ ის ადამიანები, ვისაც გაქირავებულია ბინები, სახლები, უცხოელებზე იყიდეს ბინები და მე თვითონ წავიდნენ სადღაც სოფელშია თუ საზღვარგარეთ და აქ ქირას იღებენ. იმათ აინტერესებს ახლა უცხოელების და არაბების გაყრა აქედან, აღარ აინტერესებს, ჩემო კარგო. ამიტომ ამ არაბების და მიწების გასხვისებასთან და უცხოელების შემოსვლასთან დაკავშირებით ერთ საკითხით შევიტანოთ, რომ არ იყოს დაქირავებული ბინები უცხოელებზე. ხო შეიძლება ესეც შევიტანოთ, არა? დიახ. რაღაცნაირად გაქირავდეს, მაგრამ შინაურზე, იმიტომ რომ ისინი დოლარებს იღებენ, ახლა ცხოვრობს ჩვენ სხვა კორპუსებში და ხედავთ რა ამბავია. დიახ. დიდი მადლობა ქალბატონო, როდესაც ვამბობთ ჩვენ არა უკონტროლო შემოსვლას მიგრანტებისა საქართველოში, სწორედ ამასაც ვგულისხმობთ. აქ ბინის მფლობელმა კი არ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება გააქირავებს თუ არა, არამედ სახელმწიფომ უნდა დააწესოს მკაცრი კონტროლი. საზღვრებზე უნდა იყოს სათანადო მექანიზმები, რომ უკან მიაბრუნონ, ვისაც არ აქვს შემოსვლის უფლება. სავიზო რეჟიმი უნდა გაუქმდეს და დაწესდეს რიგ ქვეყნებთან. ინდოეთთან მაგალითად უვიზო მიმოსვლა გვაქვს. ერთ დღეს რომ გადაწყვიტოს 10 მილიონმა ინდოელმა აქ ჩამოსვლა, ერთ დღეს ვერ ჩამოვლენ, მაგრამ დროთა განმავლობაში ჩამკლაპავენ. სახელმწიფომ უნდა გააკეთოს ეს. საერთოდ უნდა გაუქმდეს უვიზო მიმოსვლა არაბულ რიგ ქვეყნებთან, მათ შორის ამ აღმოსავლურ ღარიბ ქვეყნებთან. ზარია, გისმენთ? გისმენთ, ეთერში ხართ, დიახ. თქვენი აზრით რა ამოძრავებს ქართულ ოცნებას სინამდვილეში, როდესაც ამბობს, რომ უკან არ დაიხევს და აუცილებლად ააშენებს არაბულ ქალაქებს ჩვენ სამშობლოში. მიგაჩნიათ თუ არა, რომ საერთოდ ღალატია ეს, თუნდაც ინვესტიციის მიზნით ქართული მიწების გაყიდვა. ზარია, გისმენთ? გამარჯობა. გამარჯობა. იცით რა არის? შეიძლება ეხლა არ გათმონ მართლა, მაგრამ ჩვენ რაღაც სხვანაირად უნდა ვიმოქმედოთ, მე მგონი. აი, მაგალითად, აუკლარჯეთი მოგწენ. თუ კოსმოპოლიტიზმია და ჩვენ შეგვიშალთ აუკლარჯეთში ვიყიდით ტერიტორიებს და რაღაც
და იცით რა, მე უნდა როცა ავირჩეთ ახალმთავრობას, უნდა დაუკვირდეთ, რომ იყოს აღსარებელი, აუცილებლად მართლმადიდებელი ქრისტიანი, იმიტომ რომ ქვეყანა თვითონ თურქეთში თვითონ ისე დაცულია ეს თავისი რწმენა, რომ ჩვენ არ ვიცი უწმინდეს შეშურდა ეს რო თქვა რომ 7 წლის ლოცვები მაშინ შემოვიდა ჩვენთან. იმიტომ რომ იმდენად არის რწმენაში ჩვენ ისეთი რწმენა კონდეს რაღაცა შეიძლება არ არის ჩვენთვის უჯობა ფაინანსზე და მაგრამ ინტერვლებია ჩვენ ყველანაირად მაგრამ ჩვენ არ მინდა რომ თავები დაგვაჭრან და რაღაცა მაგეთ უწერიათ ეს რელიგიაში და ჩვენ ათიმცნება გვაქვს და თუ დაიცავენ იმ ათიმცნებას ყველაფერს კი ბატონო იყვნენ და ჰუმანურად თუ მოიქცევიან და მაგრამ არც ეს არ გვინდა რომ ჩვენ არ უნდა მიყიდოთ მიწები უნდა 1-2 წლით 3 წლით უნდა იყვნენ ჩამოდიოდნენ კანონში უნდა შევიდეს ის რომ აი 3 წლით იყვნენ და მერე წავიდნენ აი 90 დღეზე მეტი მაგალითად რიგ ქვეყნებში ვერ გაჩერდება ქართველი რომ ჩავიდეს. იქ არის სპეციალური წესები. 90 დღით ჩადი, შემდეგ უკან დაბრუნდი. დიახ, აი მაგას ვეძახი მეთო, ჩვენ თუ ესეთ კანონებს გვიყენებენ, ჩვენ დავუყენოთ, ჩვენ რაღაც ტვინით გვატყუებენ გონებით თუ ცოტა ჩვენც ვიყოთ ისეთები, რომ რაღაცა მოვთხოვოთ, რაღაცა ცვალებადობა იყოს მაგათ და ჩვენ შორის ესეთი, რომ გავცვალოთ ეს. დიახ. გავიგეთ. დიდი მადლობა თქვენ რომ დაგვიკავშირდით. სხვათა შორის ასეთი სისტემაც არსებობს. რამდენიმე არაბულ ქვეყანასთან ცალმხრივი უვიზო მიმოსვლა გვაქვს. ანუ ქართველი რომ იქ ჩავიდეს, ვიზა სჭირდება და ეს ვიზა ძალიან რთული ასაღებია. ხოლო იქაური მოქალაქე არაბი რომ საქართველოში ჩამოვიდეს, ვიზა არ სჭირდება. რასაკვირველია ახლა ჩვენ ეს მდიდარი არაბული ქვეყნების მოსახლეობა ტურისტული თვალსაზრისით რომ ჩამობრძანდნენ, ამის წინააღმდეგი არავინ არ არის. რამდენიმე დღით, რამდენიმე კვირით და შემდეგ უკან დაბრუნდნენ. ჩვენც ჩავიდეთ, უნდა ხანდახან და გავეცნოთ მათ კულტურა, საინტერესოა, რატომაც არა. მაგრამ აი ეს უკვე რომ აქ დასახლდეს, აქ ჩამოვიდეს, საკუთარი ქალაქი ააშენოს, საკუთარი ქუჩებია და სოფლებია უკვე გაჩენილი, ეს რომ მოხდეს, ამის კატეგორიული წინააღმდეგი ვართ და მე მგონი, რასაც ვისმენ მაყურებელთა ზარებშიც, ყველანი ვიბრძოლებთ ამის წინააღმდეგ. ზარია ეთერში, გისმენთ? გისმენთ, გაითიშა სამწუხაროდ. 557-88-55-88 ეს ჩვენი სტუდიის ტელეფონის ნომერია. არ დაგეზაროთ, გთხოვთ ვიდეო გამოკითხვაში მონაწილეობის მიღება. მხოლოდ ერთი ფრაზაა. ჩაწერეთ სიტყვები, მე კატეგორიული წინააღმდეგი ვარ საქართველოში არაბული ქალაქების მშენებლობის. აი ასე, საკუთარ თავს გადაუღეთ და გამოგვიგზავნეთ ჩვენ. თუ თქვათ ინტერნეტთან წვდომა არ გაქვთ, მეზობელიან ნათესავი გეყოლებათ და ამის მეშვეობით მათი დახმარებით გამოგვიგზავნეთ და ბევრი იყო ასეთი შემთხვევა, როდესაც ახალგაზრდა ნათესავს ან მეზობელს თხოვეს და ასე გვიგზავნიან ამ ვიდეოებს. აუცილებელია რომ ბევრი ვიდეო შეიკრას და მტკიცებულება არსებობდეს, რომ აი ნამდვილად წინააღმდეგი ვართ ხალხი ამ არაბული ქალაქების მშენებლობისა. შეგახსენებთ ინტერაქტივის შეკითხვას, ღალატია თუ არა ქართული მიწების გაყიდვა უცხოელებზე. გისმენთ? ალო. გისმენთ, ეთერში ხართ, დიახ. ილია, რა მინდა გითხრა ისი, ილია? დიახ. იყიდება საქართველოს წყალისა და ხმელეთ. გულში ზვარა, ჩამეღვარა, მომდის ელეთ მელეთ. არ ვინ არჩევს, ვინ დიღია, მტყვანია თუ მართალი. აირია საქართველოს როგორც აჯავს სანდალი. დიდია თუ პატარა, კაცია თუ ქალია, როგორც მონებ შეგვიჭედებს მასიური გალია. როგორ უნდა შეეგუოს არაგას გაქისება? გავიგეთ. მადლობა, საინტერესო ლექსი იყო, ასე ვთქვათ. 557-88-95-88 მიგაჩნიათ თუ არა, რომ ქართული მიწების უცხოელებზე გაყიდვა თუნდაც ინვესტიციის მიზეზით არის სამშობლოს ღალატი. ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანაა ეს და დროებითმა მთავრობებმა, რომელიც წესით ქართველი მოსახლეობის მიერ დაქირავებული უნდა იყონ, არ უნდა განსაზღვრონ და გადაწყვიტონ ასეთი მნიშვნელოვანი თემები,
საზოგადოების უმეტესობის პოზიციის წინააღმდეგ. ზარია, გამარჯობა. გამარჯობა გენაცვალე. დიახ. ეთერში ვარ, ხო? ეთერში ხართ, გისმენთ. დიდი პატივისცემი თქვენთან შემოგევლე. ვაიმე, ისა ბატონო ილია, იცი, აი მართლა განგაში უნდა ავტეხო, შემოგევლე, იცით, აი არ ვიცი, მთელი საქართველო მოფენილია მაგ შავი ხალხით. ეხლა როგორ უნდა გავრეკოთ ეგენი, აი ბოდიში ამ გამოთქმაზე, ხო? როგორც ბატონმა თარხან მოულომა თქვა, რომ თუ გინდა თუ თურქეთის ნახავ, ჩადითო და ბათუმში ნახავ თურქეთსო. აი რა ეშველება, შვილო, რა ეშველება, რა გვეშველება ჩვენ არ ვიცი. დიახ. აი მართლა საგანგაშო მდგომარეობა საქართველოში რა. არ ვიცი. გაიხარეთ. დიდი მადლობა თქვენს არისთვის. ხანდახან მრჩება შთაბეჭდილება, რომ საზოგადოება სულ სხვა მხარეს დგას და ეს ხელისუფლება და მისი ტელევიზიები სულ სხვა მხარეს დგანან. ისე დამაჯერებელი სახით გვარწმუნებენ აბსოლუტურ ტყუილში, რომ არც კი რცხვენიათ და შუბლის ზარღვი არა უტოკდებათ. მართლაც საგანგაშო ვითარებაა, გეთანხმებით ქალბატონო. აჭარაში, თბილისის ქუჩებში, ქვეყნის სხვადასხვა სოფლებში იყიდება მიწები უცხოელებზე და ახლა გონიოსა და კრწანიში არაბული მეგაქალაქები, ახალი დუბაი და ახალი აბუ-დაბი გვექნება მალე. კი გვარწმუნებენ, არაო, ასე არ არისო, მაგრამ ჩვენ ვხედავთ ფაქტებს, ვხედავთ მოცემულობას და ასეთი იოლი არ არის საზოგადოების მოტყუება და შეცდომაში შეყვანა. ზარია, გისმენთ? გამარჯობა, დიახ. ბატონები, დიდი მადლობა, ღალატია ნამდვილად ქუდზე კაციო, ამბობს ჩვენი მაყურებელი თუ რადიო მსმენელი 555-88-95-88 მიგაჩნიათ თუ არა რომ ქვეყნის მიწების უცხოელებზე გაყიდვა თუნდაც ინვესტიციების მიზნით ღალატია სამშობლოსი ეს არის დღეს ჩვენი მთავარი შეკითხვა და ქვეკითხვის სახით ვიტყვი რომ თქვენი შეფასებით რა რეალურ მიზანს ისახავს ხელისუფლების პოლიტიკა რომელმაც ბოლო წლებში გახსნა საზღვრები და მასიურად შემოუშვა უცხო ქვეყნის მოქალაქეები ჩვენ სამშობლოში, რომელიც ისე შორს წავიდა, რომ მიწებიც მიყიდა და ახლა უკვე არაბული ქალაქების მშენებლობაც იწყება. რა სურს ამით ქართულ ოცნებას? აი რა უნდა თქვენი შეფასებით, რატომ აკეთებს ამას? და ამ ფონზე ქართველები ემიგრაციაში გავრბივართ და ჩვენი ქვეყანა უცხოელებით ივსება. რატომ აკეთებს ამას ქართული ოცნება? რატომ უწყობს ამ ყველაფერს ხელს? ზარია, გისმენთ? ეთერში ხართ, გისმენთ? გადავხაროთ. ხომ არაფერს დაამატებთ? გადავხაროთ. მადლობა, გავიგეთ ჩემო ბატონო. უნდა კეთილი. 557-88-95-88. გახლავთ ჩვენი სტუდიის ტელეფონის ნომერი და კაზინოების თემას შეგახსენებთ, ვინც ახლა შემოგვიერთდა, რომ მილიარდ ლარამდეა თითქმის ასული აზარტული ბიზნესის ბრუნვა საქართველოში. მილიარდ ლარამდე სახელმწიფო ბიუჯეტზე 3-ჯერ მეტია. ახლა არაბული ქალაქების პირობებში კიდევ დამატებით კაზინოები გაიხსნება და კაზინოების ქვეყანა ვიქნებით ჩვენ, სადაც ფულს გაათეთრებენ, წაიღებენ. იმიტომ რომ არაბულ სახელმწიფოებში აკრძალულია აზარტული ბიზნესი იცით ეს თქვენ. და აქ ჩამოვა ყველა რომ კაზინოებით დაკავდეს. ზარია ეთერში გისმენთ? ალო. გისმენთ, დიახ. გამარჯობა. გამარჯობა. ბათუმიდან გირეკა. მოკითხვა ბათუმს. ქართველი რომელი. დიახ. იცით რა, გული მიკვდება რომ ასეთი ტენდენცია მიდის კუპი პრადაი რა, ყველაფერი იყიდება რამდენად უნდა ვიხოლოთ რომ ეს არ დაუშვათ ეს საუკეთესო მარგალიტი გადავარჩინოთ თუნდაც სიცოცხლის ფასი დაგვეცდეს.
დიახ. დიდი მადლობა. თქვენნაირ პატრიოტებზე დგას ეს ქვეყანა, მინდა გითხრათ. მადლობა ზარისთვის და კიდევ ერთხელ მოკითხვა ჩვენ საყვარელ აჭარას და ბათუმს, საიდანაც იყო ეს ზარი. მიგაჩნიათ თუ არა, რომ ქვეყნის ღალატია ქართული მიწების გასხვისება უცხოელებზე, თუნდაც ინვესტიციის მიზნით. ეს ჩვენი შეკითხვაა დღევანდელ გადაცემაში და რას გვეპასუხებთ ამასთან დაკავშირებით. ეს არის ქვეკითხვა თუ რეალური მიზეზებით რატომ აკეთებს ამას ქართული ოცნება. გისმენთ, ეთერში ხართ? გამარჯობა. გამარჯობა. ჩემი უდიდესი თხოვნა არის ჩვენ გვიხსნა საპატრიარქოს მიმართ, რომ დროულად დაიწყონ ამ წების კურსხევა ყოველდღიურად. ერთადერთი უფალი თუ გადაგვარჩენს ამ ძიმე განსაცდელის დროს. დიახ. ძალიან ჩვენო მამაოებო, დადექი ჩვენს პროექტით, ხალხის გაიგონეს და ყველა უკლებლივ გამოდით და აკურთხეთ ეს მიწები, რომ დავიცვათ ისინი ამ მასატარვალებისგან. დიახ, დიახ. დიდი მადლობა თქვენ და მადლობა მინდა უთხრათ ჩვენს ძვირფას სასულიერო პირებს, რომლებმაც დიდმა ნაწილმა უკვე ხმა აღიმაღლა თავისი შეხედულება ქადაგებებზეც გამოთქვეს, ამის ვიდეოებიც გამოქვეყნდა, რამდენიმე ეპისკოპოსმაც კი თქვა უკვე, მაგალითად მესტიისა და ზემოსვანეთის მეუფე ილარიონმა, ჩვენმა მეუფე სპირიდონმა და არის რამდენიმე შემთხვევა, როდესაც ეპისკოპოსებიც გმობენ ამ ყველაფერს და დარწმუნებული ვარ მე, როდესაც 30 ნოემბრის აქციას დაინახავთ და ასე შეკრულ და გაერთიანებულ ქართველ ხალხს ყველანი აღიმაღლებთ ხმას, ჩვენო ძვირფასო და საყვარელო სასულიერო პირებო და ჩვენო ძვირფასო საპატრიარქო. დიდი სიყვარულით ველოდებით ქართველი ხალხი თქვენგან მტკიცე კონკრეტულ პასუხს და განმარტებას ამ არაბულ ინვესტიციასთან დაკავშირებით, რომელიც რეალობაში და სინამდვილეში არის დაღუპვა ქვეყნისა. ზარია გისმენთ? გამარჯობა ბატონო ილია. გამარჯობა. დიახ. თქვენ კითხვაზე მე ოფიციალურად წინააღმდეგი ვარ. და სამღვდელოება გამევიდეს და დაწყევლოს, ვინც ამ საქმეში მონაწილეობას მიიღებს, რომ უცხოელებს მიწა გეიყიდოს. სვანი კაცი ვარ და გეუბნები წყევლა არის დიდ ჩინეთშიც. მარტო ზემოხმოსვანეთში და თათუშეთში კი არ არის, დიდ ჩინეთში არის წყევლა. გამოდით თქვენს ხარი დაუჭერეთ და დაიწყევლოს, ვინც მიწებს გაკეთებს და დანარჩენ სიტუაციაში თუ შემოვლენ, ვინც არ უნდა იყოს 1 წლით, 9 წლით, ეს ცუდი არ არის ჩემი აზრით. მე ვესალმებით დიდი სიამოვნებით. დიახ, მადლობა თქვენ. მადლობა ზარისთვის, ტურიზმის წინააღმდეგი მართლაც არავინ არ არის. ინტერაქტივს დღეს ამით ვასრულებთ. მე ჟურნალისტი ილია ჩაჩიბაია ვარ და გემშვიდობებით 30 ნოემბერს, კვირას, დღის 4 საათზე, რუსთაველის ძეგლთან იკრიბება მთელი საქართველოს ეპარტიულ აქციაზე. არაბული ქალაქების მშენებლობას საქართველოში. ნახვამდის.